ჩემს მაყურებელს მოგესალმებით, მე ვარ ნინო თოთუა. დღეს გავაკეთოთ ერთად ძალიან გემრიელი ხინკალი. მე არ გეტყვით, რომ ეს არის ნამდვილი მთიულური ხინკალი, არც იმას გეტყვით, რომ ეს არის ნამდვილი ქალაქური ხინკალი. მაგრამ მე გეტყვით იმას, რომ ეს არის ძალიან გემრიელი ხინკალი. მაშასე დარჩით ჩემთან, ერთად გავაკეთოთ ეს ძალიან გემრიელი ხინკალი. შემდეგ კი თუ თქვენს პრაქტიკაში განახორციელებთ იგივეს, გამიზიარეთ თქვენი ემოციები და შთაბეჭდილებები. მაშასე დავიწყოთ. თუ ძაღლის ყეფა გაიგეთ, იცოდეთ, რომ ეს არის ლუსი. მოკლედ, გვჭირდება 500 გრამი ფქვილი და გვჭირდება 230 მილილიტრი წყალი. ასევე მარილი გემოვხებით. ფქვილს მთლიანს არყევით თავიდან, ვამატებთ მარილს, ამოვურევთ და ჩავამატებთ წყალს. უნდა მიიღოთ ისეთი კონსისტენციის ცომი, რომ როგორღაც ფორმას ინარჩუნებდეს. როცა აი ამ კონსისტენციას უკვე მინახწევთ, მაშინ მაგიდაზე დავყარეთ დარჩენილი ფქვილი. აი ასე. და გადმოიღეთ მოზელი. აი ასე. და ნელა შეაზილეთ. ფქვილი არ არის საჭირო, რომ შეაზილოთ ყველა ერთად. ნელა, იმიტომ რომ ზოგჯერ ფქვილი ჭირდება უფრო მეტი, ზოგჯერ ფქვილი ჭირდება უფრო ნაკლები. ასე. ცომი უნდა იყოს მაგარი, საკმარისად. იმიტომ რომ ეს ხომ ბოლოს და ბოლოს ხინკლის ცომია. მე უფრო დიდი რაოდენობის ცომს ვერ ვზილავ, რადგან მაქვს პატარა ხელები და მეტი ჩემს ხელებში უბრალოდ არ ეტევა. თუ თქვენ გყავთ მამაკაცი, რომელიც დაგეხმარებათ და მოგიზელთ ამ ცომს, მაშინ შეგიძლიათ უფრო მეტი ცომის გააკეთოთ ერთ ჯერზე. ცომი ხელებს საერთოდ აღარ უნდა ეკრობოდეს. ცომს დააბრუნდავებთ და გააჩერებთ 9 საათს. აი, როგორც ხედავთ, დამრჩა აი ეს რაოდენობის ფქვილი. ეხლა კი შევუდგებით გულსა. შევუდგეთ ფარშის მომზადებას. უნდა გჭირდება ფარში. მე მაქვს 2 პორცია ფარში, გაგჭირდება ნიორი და ხახვი, ან ძალიან წვრილად დაჭრილი, ან ხორცაკებში გატარებული, მწვანილი, მე მაქვს პეტრუშკა და ქინძი, მარილი და შავი პილპილი, ვისაც უფრო ცხარი გიყვართ, წითელიც გამოდგება და ცოტა წყალი. ეს ყველაფერი უნდა დავამატოთ ფარშს. და კარგად ამოვურიოთ. ფარშს უკვე დავამატეთ მარილი და კარგად ამოვურიეთ. ეხლა უკვე უნდა დავამატოთ მწვანილი და ხახვი. ეხლა დავამატოთ მწვანილი და ხახვნიორი. მე მიყვარს ბევრი მწვანილი. თუ თქვენ არ გიყვართ ბევრი მწვანილი, ან საერთოდ არ გიყვართ მწვანილი, ნუ დაამატებთ. მე ძალიან მიყვარს ხინკალს, რომ აქვს ბევრი მწვანილი გულში. კარგია თუ ფარში იქნება შერეული ღორის და ძროხის. ჩემი აზრით ყველაზე კარგი კომბინაცია ეს არის. მარტო ღორის არის ძალიან ცხიმიანი, მარტო ძროხის არის ძალიან უცხიმო. ეხლა დავამატოთ წყალი. წყალი უნდა დავამატოთ თვალის ზომით.
რომ არ იყოს ძალიან მშრალი, იმიტომ რომ ყველა ხორცი ერთნაირად არ არის ცხიმიანი, მაგრამ წვენი ყველა ხინკალს ჭირდება. ნელ-ნელა დაამატეთ, რომ ზედმეტი არ მოუვიდეს. უკვე დამავიწყდა ჩემი გაკეთებული ხინკლის გემო ამ 10 წელიწადში. კი არა, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. სულ 3-ჯერ მაქვს ხინკალი გაკეთებული და ესეც ბოლო 10 წლის განმავლობაში. ეხლა ცოტა უკვე ეყოფა. ფარში უკვე შეიცვალა. გახდა სხვანაირი ცოტა. მათ შეეცვალა თუ ამჩნევთ. Всё. მეც აღარ დავამატებ. ამასაც არ მოვურევ და ჩვენი ფარში იქნება მზად. მე მარილსაც თვალის ზომით ვუკეთებ, მე საერთოდ მიყვარს მარილიანი, მაგრამ ჯობია აკლდეს, ვიდრე გქონდეს ბევრი, იმიტომ რომ ხინკალი იხარშება მარილწყალში და თუ ექნება ბევრი ვერ შეჭამთ. ასევე თუ ექნება ბევრი ნიორი, მაშინაც ვერ შეჭამთ. ჩვენი ფარში მზად არის. მაშასე ჩვენი ცომი არის უკვე მზად. დავდგით წყალი ხინკლისთვის და ეხლა უკვე უნდა დავიწყოთ გაბრტყელება ერთი ნაწილის. დავუყაროთ ქვეშ ქვილი და გავაბრტყელოთ. ძნელია გაბრტყელება, უნდა ეცადოთ გააბრტყელოთ იმდენად თხლად, რამდენადაც შეძლებთ და რამდენი საშუალებასაც მოგცემთ ცომი. მზად არის. ახლა ამოვჭრათ. სასურველია ამოჭრათ რამეთი, რომ იყოს თანაბარი და ყველა ტოლი. მე მიდაწყდა დიდი ზომის ხინკლები, ამიტომ აი ამით ვაპირებ, რომ ამოვჭრა. აი, ასეთი იქნება.
ასე ამოვჭრით ყველას. ცოტათი გავაბრტყელოთ ეს. ოდნავ ესე გავწიოთ. ხელის კოლზე დავიდოთ და დაახლოებით 1 სუფრის კოლზი გულსართი ჩაუდოთ გულში. შემდეგ კი ჩვეულებრივად მოვახვევთ. ასეთი გამოვიდა ჩვენი ხინკალი. აი ასე მოვახვევთ ყველას. ხინკლები იმ ცომის ნახევრისგან, რაც გავაკეთეთ, ანუ 500 გრამი ფქვილის ნახევრისგან, ანუ 250 ფქვილის გრამი ფქვილისგან გამოდის 11 ცალი ხინკალი. ასეთი ცომის. ასეთი გამოვიდა ჩვენი მზახინკალი. ერთი ცალი პატარა დამრჩა ხორცი და გავაკეთე ელმენი თუ ვარენიკი თუ რაც ქვია. აი ასეთი არის, ეს არის მეორე პორცია. პირველი პორციისთვის ფოტოს გადაღება და ვიდეოსი ვერ მოვასწარი, იმიტომ რომ ძალიან შიოდათ ბავშვებს. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, დამიწერეთ ასევე თქვენი კომენტარები, თუ გაგიკეთებიათ ხინკალი, თუ გიყვარს ხინკალი, თქვენ როგორ აკეთებთ ხინკალს და ასე შემდეგ. თუ პირველად აკეთებთ, ამის შემდეგაც გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, ძალიან მაინტერესებს. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, გამოიწერეთ არხი. მომავალ შეხვედრამდე.